ლანმა კი არ იყო ეს ვიპოვე. კაი მომეცი რაც არის, ეგ იყოს. საყიდლებისას ლარნაკიც მიეწერე. მაკრატელსაც ჩავწერ, ხო? ხო, ჩაწერე. აქ ჯობია, ხო? ხო, რავი. ხო, ესეთი დამოკიდებულებით ერთად ვერ ვიმუშავებთ. რას ნიშნავს რავი? ანუ შენთვის სულ ერთია როგორ გარემოში მუშაობ, ხო? არა, უბრალოდ მშვენიერია თქო, ეგ ვიგულისხმე. ხო და არ არის საკმარისი ეს მშვენიერია. კარგი უნდა იყოს. საუკეთესო. და საერთოდ იქნებ როდესმე დაიმახსოვროთ, სად ვმუშაობთ. ეს არის ესთეტიკის ცენტრი და არა რაღაც ჩვეულებრივი ოფისი. კი, თამთა ვიცით. მას ხოთა შორის ჩვენი აწყობილია ეს ცენტრი. შენ არ გემახსოვრება, მაგრამ აქ რომ მოვედით მარტო კედლები იყო. რა ვიცი, არაფერი არ შეცვლილო. და საერთოდ ჩემთვის სულ ერთი ადრე როგორ იყო და როგორ მუშაობდით. დღეის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იქნება. დილა მშვიდობის გოგოებო, თამთა. როგორ გამიხარდა, გილოცავ ჩემო საყვარელი. ბევრი წარმატება შენ. რა, კაცრია? ძალიან. უბრალოდ მომთხოვნი ვარ. დაგვიანებები, საქმე მაქვს უნდა გავიქცე, დღეს არ მცალია პაციენტს ხვალ გადავწერ, არ მიყვარს და აღარ იქნება. დამიბრუნეთ ჩემი რუსა. ბოდიში. გოგოებო, სიცილს რომ მორჩებით, საქმე შეუდექით. სანამ პაციენტი მოვა და მუშაობას დავიწყებთ, ხო შეიძლება ყავა დავლიო. საყვარელო, სანამ პაციენტი მოვა, რაც კიდე ისქენი. ოღონდ ცოტა ხასიათზე მოდი. და საერთოდ ეს ყველას გეხებათ. სახეები გაასწორეთ. და ცოტა გაიღიმეთ ხოლმე. სულ დაღლილი და შეშფოთებული სახეებით უნდა დიხართ აქ. კაი, თამთა, მე თუ მეუბნები, იდე ხო, დაღლილი ვარ ხოლმე, მაგრამ მე მგონი ესენი არ იმსახურებენ. ვისაც ეხება, იმან მიიღოს მაშინ. დაღლა, პრობლემა, ქმარიშვილი, ოჯახი აქ არავის არ აინტერესებს. აქ პაციენტი სასიამოვნო გარემოში პროცედურის ჩასატარებლად მოდის. მორჩა. კი ბატონო, მიღებულია შენიშვნა. შენი სნებართვით გავალ და ხალათს ჩავიცვა. აპარატსაც ჩავრთავ. მოვდივარ. აი, სუნდროს ხო არ მოვედი? არა, რატო? იქნებ სტუმარი ყავს, ანუ ვინმე ელოდე. ვის უნდა ველოდებოდა? რა ვიცი. კასპარ, რაღაც უცნაურად ვლაპარაკობ და ცოტა ვერ ხვდები. კაი, მოდი პირდაპირ გეტყვი რა. აი შესავლები მაგრა არ მიყვარს. ვიღაცა ტიპთან გნახეს მანქანაში რა. რა სისულელე? ვინ ტიპთან ნახეს? ვინ გითხრა? ვინ მითხრა მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვინც მითხრა ის არ მომატყუებდა რა. და ვინ ტიპთან ერთად ნახეს? იქნებ საერთოდ ტაქსიში ჩავჯე. და ტაქსის წეხუტებოდი? კასპარ, მე შენ გარდა არავის ვეხუტები და არც მინდა რომ ჩავეხუტო. ანუ მომატყუა ეს? ავიცი რა. მოდი შენ გადაწყვეტე ვის გინდა რა დაუჯერა. მე არ მინდა ისეთ ადამიანთან ყოფნა, ვისაც ჩემი არ ჯერა. მით უმეტეს რა დამისხურებია. კაი, არიტირო რა. დავივიწყოთ რა, რაღაცა გაუგებრობა მოხდა რა. დავივიწყო? ხო, რა გავაკეთო რომ დაივიწყო? არაფერი. იცი, ახალი კლუბი გაიხსნა რა და დღეს საღამოს წავიდეთ და გულს გადააყოლებ რა. ნუ ხარ ეგეთი. როგორ? აი ეგეთი. რა ვერ გეჩხუბები ეგეთი.
მარიამ გცალია? კი, მოდი. ძლივს გავაღე ეს კარები. აი, რა საყვარელი ხარ ყავა რომ მომიტანე. ზუსტად ახლა ფიქრობდი გავალ და გავიკეთე თქო. შენ გონია დამავიწყდა როდის ვალ ყავას? არც მიფიქრია. ძალიან კაია. ორი წუთი ჩამოვჭდები. ხო იცი გიშდები ამ ოთახში ყავის დალევაზე. მე შემოდი ხოლმე. არ მინდა. არ მინდა რომ იმათმა დაინახონ რომ აქ შემოვდივარ. ნეტა ერთი შენ. თორე არ ესხდნენ ახლა რუსოს თავზე რა. როცა უნდათ მაშინ მოდიოდნენ და რასაც უნდათ იმას აკეთებდნენ. რა ვიცი თამთან. საქმით ეგენი რომ მუშაობენ, ეგრე უნდა, მაგრამ თუ პაციენტი არ ყავთ, ტყუილა ხო არ იჯდებიან. და მარიმ რა თუ არ ყავთ პაციენტი? ეგეც მეუშავო? არ ვიცი რა. მე მაგათა მეგობრობას არ ვაპირებ. არც ჩხუბს, უბრალოდ უნდა იცოდნენ თავიანთი ადგილი. გვეცოდინება. კაი რა მარიამ რა. ეგრე ნუამბობ, თორე დილიდან ნერვიულობ საყვადური რომ გითხარი. კაი დაიკიდე რა. აბა რა უნდა გეთქვა? ხო დავაგვიანე. არა, რა დაგვიანებაზეც არ იყო, უბრალოდ იქ იდგნენ და რამე რო არ მეთქვა არ გამოვიდოდა. მაგრამ მე ზედმეტი მომივიდა. აი მე აღარც მახსოვს. მართლა. მესმის შენ. ყველაფერი ისე უცებ მოხდა რა, ახლა დაბნეული და აფორიაქებული ხარ. არ ვიცი, მე შენია. იმიტომ რომ არა სერიოზულად მიყურებე. კაი რა. არ ვიცი, აქ თუ ვერ მოვიპოვე ავტორიტეტი, წარმომიდგენი ახალ ფილიალში რა იქნება. პირველ რიგში დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება. ნუ გეშინია. ხო იცი რა ყოჩაღი ხარ? რა ვიცი. მე ვიცი. დამიჯერე. კაი, გავიქეცი. რომელზე ყავს შენ? 5 წუთში. კაი, თუ აქ იქნება შემოვუშვებ. კაცი. კეთილი. საქმე მაქვს შენთან. ანა რა მოულოდნელად დამადექი. გული გამისკდა. ხო ეს მოულოდნელად თავზე დადგომა შენგან ვისწავლე. რას მეყურებ? რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ჩემს ცხოვრებაში აღარ ჩაერიო? ანა რა გჭირს? დამშვიდი, დაწყნარდი, დაჯექი, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. ხო და ნუ მანერვიულებ რა მაშინ რა. როდის შეწყვეტავს ხვის ცხოვრებაში ცხურის ჩაყოფას დედა? შენ სხვა არ ხარ. აი გეყოლება ბავშვი და ნახავ რას გააკეთებ მისი ბედნიერებისთვის. და ამისთვის წახვედი რომ მე ბედნიერი ვიყო კერესასთან, დედამისთან და ისინი აწიო, კე? ძალიან გთხოვ სიტყვები შეარჩიე, მე არავინ არ ამიწიოკებია. უბრალოდ ვთხოვე რომ თავი დაგანებოს. ხო მაგრამ არ მიცნობს, ის ხალი საერთოდ არ მიცნობს და რა გინდოდა მისგან? იმასაც ვთხოვე რომ თავი შვილი გონზე მოიყვანოს ისევე როგორც მე მინდა შენ მოგიყვანო გონზე. ანა, არაჩვეულებრივი ქმარი ყავს, ოჯახი. ბავშვი არ ყავდა გეყოლება. რატომ ვერ ტკბები ბედნიერებით, ა? იმიტომ რომ არ მინდა რომ ჩემი ცხოვრება ტყუილში გავატარო. არ მინდა. და სად არის აქ ტყუილი? ხო ამბობ რომ ეს ბავშვი შეიძლება გიორგისი იყოს. ხო და ჩათვალე რომ მისია. უბრალოდ სიმართლე ბოლომდე არ იცი. არც არის საჭირო ყველაფრის ცოდნა. არა მაგას მე გადავწყვიტავ რა, რისი ცოდნა არის საჭირო და რისი არა. ძალიან მინდა ეგრე იყოს, მაგრამ არ მჯერა. ო არ მაინტერესებს და რისი გჯერა და რისი არ გჯერა რა. გიკრძალო ჩემ ცხოვრებაში ცხურის ჩაყოფას. ანა, ანა. The first time I met her, I was in better shape. The years drag behind me like a tail I could never shake. The weight on my shoulders was all that my body could take. Cover me over, I've had more than my share of pain. Before the days were dark, before the storm, I knew your heart. Oh my lover, where have we gone? All I want is your easy love. Oh my lover, where have we gone? How
your easy love, and I miss your easy love. Oh, the next time I met her, I shouldn't have let her in. Before I could help it, I found myself on my knees. The fool that I was couldn't know I had given in. I should have learned from the first time, but here I am again. Oh, my lover, where have you gone? All I want is your easy love. Oh, my lover, where have you gone? How I mourn that day I lost your easy love. And I want your easy love. And I miss your easy love. Oh, I found your heart lost in me, taking and giving free. Hand over the rope to me graciously. Hard to lose, not to keep. Oh, to you like years of sleep. Loving you just makes me feel gracious. For your easy love. ხოგიო. ო, რა შვები, კობა, ბიჭო, მთელი დღეა გათიშული მაქვს არის მეძინა რა. ნახე რომ ხომშვიდობაა რა. ბიჭო, რა ვიცოლის მანქანა დავასველეთ გუშინ და რა ვიყო ერთი გნიასი და ცოტა ზედვეტი მომივიდა რა. ვა, მაგარია. რა მანქანა? ჯუკი ძმა. ვა, საო. ბიჭო, მაგარი რამე სხვა მანქანა მინდოდა, მაგრამ რავი, ქალები რო ამოიჩემებენ, ხო იცი? შენ რა შვები გინდოდა რამე? ბიჭო, რავი, კიდე ერთხელ მჭირდება შენი შველა რა. რამდენი გინდა? 3000 ლარი. 10 დღით რა მაქვს. ბიჭო, ხო იცი რა, რომ აი წუწუნი არ მიყვარს, მაგრამ მანქანა მაგრად გამწეცა კობა შენ ცხოვრებას მიცავარ და რავი, რა გიყოდო? ეს მის ბაზარია რა. ბიჭო და რავი, არც ესხების პონტი არ მაქვს, თან აზეც არ ვარ მოსული, გათიშული ვარ რა და ცოტა იქნება რავი, რაღაცა იქნება გიშველო, ა? ჯიგარი ხარ, იო, ჯიგარი ხარ, ძმა, მადლობა რა მაინც. მაპატიე რა, ძმობას გაფიცებ, უარის თქმა არ მიყვარს, არც არასდროს მithkoms უარი, მაგრამ რა უქნა ეხლა. კარგი, რაიჩო. აი ბოდიში. აი ძმა. გამდი ერთი წუთი რა. მშვიდობა. არა, არ არის მშვიდობა. წამოდი და შენ თვითონ გაარკვიე. ცრა ამ სიტუაციაში ალბათ ყველაზე სწორი გზა ის არის, რომ სასწრაფოდ გაიკეთო დნმ-ის ანალიზი. ხო, მაგრამ პატარაა ჯერ.